დაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშიდობისა რადიო იმედის ღია ეთერში ვიწყებთ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს. დღეს 11 ივლისია მოსახლეობის მსოფლიო დღე და დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ საკითხის ირგვლივ საუბრებთ. 11 ივლისი მსოფლიოს მოსახლეობის დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს ავრცელებს განცხადებას, რომლიდან ამუნარიდებს სწორედ ახლა შემოგთავაზებთ. ყოველდღიურად სოციალურად დაუცველი გალები, განსაკუთრებით კი ღარიბები და ლტოლვილები სოციალური, ეკონომიკური და გეოგრაფიული დაბრკოლებების წინაშე შედგანან მაშინ, როცა საქმე ოჯახის ნებაყოფლობით დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და სერვისების მიღებას ეხება. ასევე განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 214 მილიონ ქალს არ მიუწვდება ხელი ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებზე. ოჯახის დაგეგმა მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების პირველი მიზნის მისაღწევად, რომელიც სიღარიბის დაძლევას გულისხმობს, ის ასევე განსაკუთრებულ როლს თამაშობს სხვა მიზნების მიღწევაშიც, როგორიც არის შიმშილის დამარცხება, ჯანსაღი ცხოვრებისა და ყოველდღიურობის უზრუნველყოფა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა. ქალები, რომელთაც აქვთ არჩევანი საშუალება და შესაბამისად უკეთესი რეპროდუქციული ჯანმრთელობა, აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა მოიძენ უკეთესი სამსახური და შეინარჩუნონ ის. ამასთანავე ხელი შეუწყონ თავიანთ ოჯახებს, ქვეყანას და საერთო კეთილდღეობას. მათი ოჯახები ფინანსურად უფრო ძლიერია, ხოლო მათი შვილები უკეთეს განათლებას იღებენ. ეს არის კეთილდღეობის ციკლი, რომელშიც არაერთი თაობა არის და იქნება ჩართული. შედეგად იქმნება დემოგრაფიული დივიდენდი და შესაძლებელი ხდება კეთილდღეობის მიღწევა გლობალურ დონეზე, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის ოფისის ხელმძღვანელის სატელეფონო ჩართვას გაცემის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ჯენარა ქრისტესაშვილი გვერდდება ღია ეთერში. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ქალბატონ ჯენარა. მოგესალმებით და მოგესალმებით თქვენს მსმენელს. უღრმესი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ქალბატონ ჯენარა, დავიწყოთ თავდაპირველად საუბრით თავარი საკითხი, რაზედაც დღეს ყურადღება მახვილდება, არის ოჯახის დაგეგმა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა. რა არის ოჯახის დაგეგმა, რას ნიშნავს, რა არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რა ინფორმაციას ფლობს ამაზე საზოგადოება? სამწუხაროდ საზოგადოება ძალიან წინ ინფორმაცია საკითხებზე და ზოგ შემთხვევაში ოჯახის დაგეგმას განიხილავენ რაღაც ისეთ მოვლენად, რომელიც არ არის კარგი მოვლენა და თქვათ არის დასავლეთიდან შემოსული რაღაც უარყოფითი ტენდენცია. ამასთან ერთად ოჯახის დაგეგმა თავისთავად ხელს უწყობს იმას, რომ იყოს უფრო მეტი და უნდა იყოს სასურველი და არა შემთხვევითი შვილები. გარდა ამისა, არის ყოველთვის ამაზე გადატანა აქცენტი, თითქოს ოჯახის დაგეგმა ამ შემთხვევაში კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება. კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება არის პრევენცია არასასურველი ორსულობის. ხოლო უკვე აბორტი არასასურველი ორსულობის შედეგი ისეთი მოსპობა ამ შემთხვევაში დარღვევა და მშობლობამდე არ მიყვანა, რომელი აკადემიური ორი აზრი ამაზე არ არის, რომ სასურველი, რომ ავიჩუოთ თავიდან არასასურველი ორსულობა. ამ შემთხვევაში ლაპარაკი არა მხოლოდ შვილების და ბავშვების რაოდენობაზე, არამედ თქვათ ინტერვალის დაცვაზე შორის, იმიტომ რომ თუ ორსულობა გვინდა მიმდინარეობდეს კეთილსაიმედოდ, ამისთვის საჭიროა თუნდაც 2 წელი იყოს ინტერვალი ორსულობებს შორის, რომ ქალის ორგანიზმმა მოასწროს ძალების აღდგენა და შემდეგი ორსულობა იყოს მიმდინარეობდეს ფიზიოლოგიურად. ამდენად აი ესეთი სპეკულაციები ამ თემაზე არის სრულიად უდიდო და დღეს მithumetes 21 საუკუნეში ამაზე საუბარი არ არის. და როგორ უნდა მივაწვინოთ ხმა ჩვენ მოსახლეობას და საზოგადოებას, იმისათვის რომ იცოდნენ რა უნდა ხდან ამისათვის. აიციონ თუნდაც არასასურველი ორსულობის შემთხვევაში აბორტი, რომელიც სამწუხაროდ ეს ჩვენი რეალობა მაინც არის. თუმცა მისი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოში სწორედ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდების დამზადების გზით. ამასთან იცით რა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ინფორმაციის გავრცელებას, ამაში მასმედიას უდიდესი წვლილი უნდა მიუძღოდეს. თუმცა სამწუხაროდ ძალიან ბევრ თოქ-შოუებში ჩვენ ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან აქტიურად განწყობილი ამ მეტად, ესე იგი, თხილი და ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის დამზოგარი მეთოდების მიმართ, ისინი ახავენ თავს საზოგადოებას სრულად საწინააღმდეგო და არასწორ მოსაზრებებს. და ერთადერთი თქვათ, წყარო დღეს ესეთი კეთილსაიმედო ამ შემთხვევაში დასაყრდენი ინფორმაციისა გახლავთ ექიმი.
მაგრამ სამწუხაროდ ექიმთან ვიზიტი კონტრაცეფციის დანიშნა ხომ იმის აბორტის შემდგომ პერიოდში რაც უკვე შეცდომა იმიტომ რომ უკვე აბორტი ხდება და იმის შემდეგ მაინც რომ შემდეგი აბორტი დავიდან არის რომ დასაკურლ ამაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუმცა მე მინაშე რომ მასმედიას ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია ამ საქმეში ახლა რაც შეეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობა ეს საერთო ჯანმრთელობის განმარტებაშიც კი ჯდება ეს არის სრული ფიზიკური, კოგნიტიური, სოციალური კეთილდღეობა და ეს მოიცავს რამოდენიმე ნაწილს ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სწორედ ის დაგეგმა ამასთან ერთად რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში შედის თქვათ ორსულობის მიმდინარეობა მეთვალყურეობის ქვეშ ანტერნატალურ მეთვალყურეობას რომ უწოდებთ იმისათვის რომ ორსული იყოს დაცული ყოველგვარი გართულებებისგან და თუ რამე არის ესეთი გართულება იზოლovat იყოს აღმოჩენილი აღმოფხვრილი და საბოლოო შედეგად უნდა მიიღოთ ფიზიოლოგიური მშობიარობა ორსულში ახალშობილი უნდა იყოს ჯანსაღი აქ შედის კიდევ შემდგომი მოვლაც რასაკვირველია თითოეულოგინის და ბავშვისა ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეპროდუქციული ჯანმრთელობისაც როცა ხლაპარაკობს სოციალურ და სულიერ კეთილდღეობას და კეთილგანწყობილ სიტუაციებში გარდა იმისა რომ თქვათ რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს ასევე სკრინინგს ესე იგი ყოველ მასობრივ გასინჯოს პროფილაქტიკოს რომელიც თქვათ რეპროდუქციული ორგანოების მათ შორის ძუძუს საშუალოსნოს ყელის საშუალოსნოს საკუთრების სიმსივნეების ესე იგი ადრეულ გამოვლინებას და კიბოსწინარე მდგომარეობების გამოვლინებას ემსახურება ადრეულ დიაგნოსტიკას რაც საბოლოო ჯამში შეუქმნათ მდგომარეობებს გარდა ამისა აქ იგულისხმება გენდერული თანასწორობაც ის რომ ხალხს შეეძლოს განახორციელოს თავისი რეპროდუქციული უფლება რომ იყოლიოს იმდენი შვილი და მაშინ როცა მას ესოს ოჯახს როგორც წყვილზე აქვს საუბარი გარდა ამისა აქ აიცეთ ასეთი გამონათქვამიც კი არსებობს რომ როდესაც აი თქვა ძალიან ახალგაზრდა ქალები შედიან ქორწინებაში აჩენიან ბავშვებს ამით იმ ახალგაზრდებს სადღაც ეზღუდებათ იმის საშუალება რომ გააგრძელოს სწავლა ჩამოყალიბდნენ და უფრო სოციალურად დაცულები იყოს ასე ვთქვათ სიხარიბე თაობას გადაეცემავს სწორედ ამაზეა ნაქვამი იმის გამო რომ ის ესე იგი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები რომლებიც სწავლას ვერ აგრძელებენ დაბალ სოციალურ პრერაში ექცევიან ისინი ვერ აძლევენ თავიანთ შვილებთან სათანადო განათლებას იგი ისინიც უკვე ასეთი სიხარიბის რისკის ქვეშ დგებიან და შესაბამისად ეს თაობიდან თაობა შეიძლება გადაეცეს ამიტომ რასაკვირველია სასურველია რომ ეს ძალიან ესეთი მოზარდობის ასაკში შემდგარი ქორწინებები არაფერს კარგს არ მოგვიტანს თუ ადამიანმა არ დაასრულა თავის განათლება თუ არ მოერგოს სოციუმს ისე როგორც საჭიროა ისაც რომ იყოს გამართული თავის ცხოვრებაში და შეძლოს თავის შვილების იმის მიცემა რომელიც მას სურს და რომელიც საჭიროა ვთქვათ ეს ახალგაზრდობა მისი მომავალი თაობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია რასაკვირველია გენდერული თანასწორობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა იმის გამო რომ ჩვენ ხედავთ რომ ქალებიც და მამაკაცებიც დაკავებული არიან მუშაობენ იმისაც რომ ოჯახი არჩინონ და ისინი შვილებს განათლება ხო ასეთ შემთხვევაში საოჯახო საქმეებშიც და ბავშვების აღზრდაში სასაკურველია უნდა დაიცვათ გენდერული თანასწორობა განათლებაზე აღარ ვლაპარაკობ ეს ყოველდღიურად მიუღებელია და საუბარის კი არ უნდა იყოს თუმცა ფაქტები სულ პარამეტრზე მეტყველება და ასეთ ოჯახებს ქალებს განსაკუთრებით შეიძლება უდაოდ დაცვა. კაპიტან ჯენერალ ჩაგიკითხებით რამდენიმე პრობლემაზე გაამახვილეთ ყურადღება შეიძლება ითქვას რომ ერთი მთლიანობის საერთო ჯაჭვია ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია ყველა ეს პრობლემა რაზეც თქვენ საუბრობდით რა მიგაჩნიათ ამ შემთხვევაში თქვენ გამოსავლად და ასევე თქვენ საუბრობდით მედიის როლზეც რა არის ის ინფორმაცია რომელიც გსურს რომ დროულად და მყისიერად მივიდეს საზოგადოებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ რა რჩევები და რეკომენდაციები გაქვთ თქვენ ამ დროს ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი თუნდაც ის რომ ჩვენ სკოლებში ალბათ საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება არის. განსაკუთრებით ჩვენ სახელითაც კი არ გვინდა უკვე ეს სახელი დავარქვით იმ დროს საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. მუშაობული იყოს ხალხის გაეროს ინიციატივით კონცეფცია სექსუალური აღზრდა რომელიც სხვა სახელით იყო ასე გააზრებული რომ ჰარმონიული და ჯანსაღი ესე იგი აღზრდა მომავალი თაობის. სადაც ელემენტარული ინფორმაცია არის, როგორც აკადემიური ნაწილი ბიოლოგიაში ისიც რომ უნდა იყოს და სავალდებულო იყოს რეალურად ჩვენ სკოლებში ამ
ახდებიან ხოლმე და პედაგოგებსაც კი რაღაცნაირად ცხენიათ ამ თემაზე ლაპარაკი. ხოლო შემდეგ ვთქვათ დამამთავრებელ კლასებში უნდა იყოს აი უნგრეთში არაჩვეულებრივი სახელი ქვია ამ საგანს მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის და სხვათა შორის უცხოეთშიც კი ამ გაკვეთილებზე ამ კურსებზე დასწრება არის მხოლოდ მშობლის ნებართი. აქ შეიძლება ასწავლო აი თქვათ როგორ მოიქცენ იმისაც რომ თავიდანვე აბორტი რომ ნაადრევი სქესობრივი აქტივობა ეს არ არის კარგი. თვალშეწირა ასეთ კურსებზე ლაპარაკი სწორედ პასუხისგებლობებზე რომ შობლის პასუხისგებლობა უნდა გაიაზრონ მათ რომ ეს არ არის თუჯის თამაში და სახლობანას თამაში როდესაც ის აჩენს ბავშვს ახალგაზრდა ასაკში მან დოჩენს ბებია და ბაბუა კი არ ნაზიდეს იმ ბავშვებს ნაზიდეს ზიდან მშობლები აი ეს პასუხისგებლობა პარტნიორების მიმართ რომ ეს შემთხვევითი და ესეთ სახიფათო სქესობრივი აქტივობა ეს ძალიან ცუდია და რომ სიყვარულის გამოხატვა არ არის მაინდამაინც აი ბოლომდე მისაყვანი იმ სქესობრივი აქტის რომელსაც ასე მოიაზრებენ ჩვენი ოპონენტები ზოგ შემთხვევაში პირიქით ასეთი აღზრდა უნდა იყოს მიმართული იქნება თავშეკავებისკენ მაქსიმალური თავშეკავებისკენ და იმ ღირებულებების გათვალისწინებით რა არის რომ როგორაც უნდა შეძლოს უარის თქმა თუ კი ვაჟი ეუბნება რომ თუ გიყვარს დამემკიცა ეს ბოლომდე ამ საკითხს ბევრი ასეთი საკითხები განიხილება. მე ჰიგიენის საკითხები ის რა არის დარღვევები თქვა პროგრამის და სხვა თქვა ჭარბიწონა, წონის დეფიციტი, ჭართმიანობა მილიონი ასეთი საკითხი შეიძლება დავასახელოთ, რომლის შესახებ სწორი წარმოდგენა არ აქვს არც და არც მათ მშობლებს. ეს საკითხიც არის თუ გინდათ არა მხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ დასრულებში, მაგალითად იმ სკრინინგის შესახებ ვისაუბრებთ არც ისედიან და კინოსტინარე მდგომარეობის გამოვლენა ესეც უნდა იყოს პოპულარიზებული რომ უნდა იცოდეს ყველამ რომ სისტემატიური ვიზიტი გინეკოლოგთან ეს არის აბსოლუტურად სავალდებულო იმისაც რომ დროულად გამოვლინდოთ ის სახიფათო მდგომარეობები რომელიც შემდგომ შეიძლება სიცოცხლის საშიში აღმოჩნდეს განსაკუთრებით მინდა შევეხო მაგალითად მოზარდებში სისხლდენებს აქაც ისიც არის გასათვალისწინებელი განსაკუთრებით უნდა მიმართონ ექიმ სპეციალისტს ასეთ შემთხვევაში ის რომ ორსული უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ და ეს რომელიც არის უფასო ამ შემთხვევაში ყველაფერი წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება ამაზე უარი და არ უნდა იცოდეს მოსახლეობამ რომ ეს უფასო მომსახურება იგივე ჩვენი სიტყვანდა და მოსახურებაში ძალიან ბევრი რამ არის გათვალისწინებული აბსოლუტურად უფასო ოღონდ ინფორმაცია უნდა იქნეს მიტანილი ასევე აუცილებელია ჩვენ რაღაცნაირად მომზადდებს და ახალგაზრდებს მიაწოდოს წარმოდგენა იმის შესახებ რომ ეს ნაადრევი ქორწინებები მაგალითად არის სახიფათო იმ თვალსაზრისით რომ ცნობილია რომ 15 წლამდე ასაკში ესე იგი მშვიდობა და ორსულობა 10 ჯერ უფრო მეტ რისკს შეიცავს ვიდრე დასულ 20 წლის შემდგომ 30 წლამდე ასაკის ქალებში 15-დან 20 წლამდე ასაკში ეს ორჯერ გაორმაგებული რისკია ისეთ ხშირად არ ესმით ხოლმე ის მათ უნახავს რომ აი ვიღაცა იმშვებია რა ამ ასაკში და ყველაფერი კარგად იყო და ორსულობა კარგად ჩატარდა მაგრამ აქ ლაპარაკია რისკ აბათობაზე იქ უფრო ხშირია სხვა შემთხვევაში უფრო იშვიათია ასეთი გართულებები და ამიტომ ამაზე ყურადღების გამახვილება საჭირო იმაზე რომ აღარებები თქვა რომ ის მოზარდი რომელიც 15 და 14 ასაკში თუნდაც 16 ასაკში აჩენს ბავშვს მას ეზღუდება მისი სოციალური სტატუსის განვითარების შესაძლებლობა და შესაძლებლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის გიხდით უღრმეს მადლობას უბრალოდ ვიდრე დაგემშვიდობებით შემაჯამებელი ასე ვთქვათ შეკითხვა მინდა დაგისვათ რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა ცნობიერების ამაღლებას ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით და დავასრულოთ კიდეც ჩვენი საუბარი. ერთგვარი რეზიუმე ჩვენი საუბრის. აი ძალიან პატარა რეზიუმე იქნება რომ თავიდან ავიცილოთ ესეთი საშინელი მოვლენა როგორც არის აბორტი. ან არასასურველი შვილების გაჩენა, რომელსაც მე არ უპატრონებენ მშობლები. უღრმესი მადლობა ჯენერა ქრისტესაშვილი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი საუბრობდა ღია ეთერში დღეს მოსახლეობის მსოფლიო დღე 11 ივლისს ინტერაქტივი შეკითხვა როგორ ფიქრობთ ოჯახის დაგეგმვის დროს განიხილება თუ არა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ თემაზე შეგიძლიათ გადაცემის მეორე ნაწილში უკვე დარეკოთ ნომრებზე 292 11 88 292 11 89 და მიიღოთ ინტერაქტივში მონაწილეობა გადაცემის მეორე ნაწილში გაროს მოსახლეობის
მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჩაგვერთვება ლელა ბაქრაძე, რომელიც თემის შესახებ საუბრებს. ვრცლად მე კი მანამდე გეტყვით, რომ 50 წლის წინ დღევანდელ დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჩაუყარა საფუძველი გაეროს მოსახლეობის ფონდს, როგორც ნდობის ფონდს და 1969 წლიდან მას შემდეგ, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდმა დაიწყო ფუნქციონირება, ის აქტიურად მუშაობს ოჯახის დაგეგმვის, ხელმისაწვდომობისა და ქალების რეპროდუქციული უფლებების რეალიზაციისთვის. გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით მსოფლიოში თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება გაორმაგდა, მაგალითად 1970 წელს 36%-დან 2016 წელს 64%-მდე ზრდა აფიქსირდება. მიუხედავად პროგრესისა და შედეგებისა, ჯერ კიდევ არსებობს უზარმაზარი გამოწვევები, მაგალითად განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 214 მილიონ ქალს არ მიუწვდება ხელი ოჯახის დაგეგმვისა და უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებზე. ამ ქალების უმეტესობა მსოფლიოს 69 ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობს, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება კი ნიშნავს 67 მილიონი არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას და დედათა სიკვდილიანობის წლიური მაჩვენებლის 1/3 შემცირებას. დღეს საუბრობთ მსოფლიო მოსახლეობის დღის შესახებ, სულ რამდენიმე წუთში მოკლე სარეკლამო ჭრის შემდეგ უბრუნდებით ღია ეთერს. მადლობა რომ გვისმენთ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ სტუდიაში მუშაობას განვაგრძობ ნინი ხუგაშვილი. დღეს 11 ივლისია, მოსახლეობის მსოფლიო დღე და სწორედ ამის შესახებ საუბრობთ დღევანდელ გადაცემაში. ინტერაქტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ ოჯახის დაგეგმვის დროს განიხილება თუ არა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები? ექიმი რეპროდუქტოლოგი ჯენერა ქრისტესაშვილი საუბრობდა გადაცემის პირველ ნაწილში, რომელმაც ისაუბრა როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასევე ოჯახის დაგეგმვის მნიშვნელობის შესახებ. გადაცემის ამ ნაწილში კი ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მოყვავს სტუმრად. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით ქალბატონო ლელა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩართვისათვის. უღმესი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დღეს მსოფლიო მოსახლეობის დღეა და ეს დღე დაწესდა სწორედ თქვენი ორგანიზაციის აქტიური ჩართულობით 50 წელი უკვე გრძელდება და ყოველწლიურად აქვს სხვადასხვა მთავარი თემა გამოტანილი. წელს როგორც ხვდებით, ოჯახის დაგეგმა და რეპროდუქციული ჯანმრთელობაა წამყვანი თემა. რა არის მთავარი სათქმელი თქვენგან დღეს? მართალი ბრძანდებით დღევანდელ 2017 წლის მოსახლეობის მსოფლიო დღისათვის შეირჩა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ასეთნაირად არის ფორმულირებული: ოჯახის დაგეგმვა, ხალხის გაძლიერება, ფაქტიურად ძირითადი გზავნილი, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდს უნდა რომ მიაწოდოს მსოფლიოს, არის ის, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც მთელ გლობალურად დაისახა ძალიან ამბიციური მდგრადი განვითარების მიზნები, შეუძლებელი იქნება ამ მიზნების მიღწევა თუ არ იქნება ყურადღება მიქცეული ქალისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე და თუ არ იქნება პირობები შექმნილი იმისათვის, რომ სრულად განხორციელდეს და სრულად იქნას დაცული ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. ოჯახის დაგეგმვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უნივერსალური ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინვესტიცია ამ მხრივ. ის ქალები, რომლებიც ირჩევენ ოჯახის დაგეგმვას, საყოველთაოდ არის ცნობილი და ყველანაირი კვლევა და მტკიცებულება ადასტურებს, რომ არიან უფრო ჯანმრთელები და დედათა სიკვდილიანობის გაცილებით უფრო დაბალი რისკის წინაშე დგანან. თუ ქალები და წყვილები იყენებენ ოჯახის დაგეგმვას, თუ ქალები იცავენ მშობიარობებს შორის ინტერვალს, ამას ყველაფერს მოაქვს ბავშვთა უკეთესი ჯანმრთელობა და ბავშვის სიცოცხლის პირველი 5 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის გაცილებით დაბალი რისკი. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ის ქალები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, რომ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, შესაძლებლობა აქვთ, რომ ჰქონდეთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის უკეთესი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მათ აქვთ მეტი შესაძლებლობა, რომ მიიღონ უკეთესი განათლება, მოიძიონ უკეთესი სამსახური და შეინარჩუნონ ის, შეუწყონ ხელი თავიანთ ოჯახებს, ქვეყანას და საერთო კეთილდღეობას. მათი ოჯახები ფინანსურად უფრო ძლიერია, იმიტომ რომ ორივე ქალიც და მამაკაციც ახერხებს მუშაობას, მათი შვილები უკეთეს განათლებას იღებენ და ეს მთლიანობაში ნის კეთილდღეობის ციკლს,
რომელშიც არაერთი თაობა არის ჩართული და იქნება ჩართული და ამგვარად იქმნება უკეთესი პირობები იმისათვის, რომ ერები და ქვეყნები უფრო განვითარდნენ და მიაღწიონ მდგრადი განვითარების მიზნებს. ფაქტიურად ეს არის ყველაზე უფრო ეფექტური ინვესტირება, რაც ქალების ჯანმრთელობას, ახალშობილების ჯანმრთელობას, ოჯახების კეთილდღეობას და ქვეყნების კეთილდღეობას უწყობს ხელს. კაპიტან ლელა, ჩაგეკითხებით თუ შეიძლება სტატისტიკა შეიძლება ითქვას, რომ არის ნამდვილად შემაშფოთებელი. თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 214 მილიონ ქალს არ მიუწვდება განვითარებად ქვეყნებში ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებზე ხელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდმა შეიმუშავა საკმაოდ ამბიციური მასშტაბური ცვლილებების მომტანი მიზანი, რაც გულისხმობს ოჯახის დაგეგმვის, თქვათ, ის კონკრეტული მიზანი, რის შესახებაც გაეროს მოსახლეობის ფონდმა დაიწყო მუშაობა და რა ტიპის ნაბიჯები იქნება გადადგმული და რას მოიტანს შედეგად? აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით 214 მილიონი ქალია, რომელსაც აქვს საჭიროება, რომ გამოიყენოს ეს სერვისი და ვერ იყენებს მსოფლიოში და ჩვენი რეგიონის მასშტაბით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დათვლილია, რომ ეს არის 17 მილიონი ქალი. საქართველოში ინფორმაციისათვის მოგაწვდით, რომ 2010 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევით ეს დაუკმაყოფილი საჭიროება იყო ყველა ქორწინებაში მყოფი ქალის 31%. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ საშუალება გვექნება, რომ მომავალ წელს ჩატარდეს მრავალ ინდიკატორული კლასტერული კვლევა, საიდანაც გვექნება შესაძლებლობა, რომ ამოვიღოთ ეს ინფორმაცია და ინდიკატორი და ვნახოთ როგორია ტენდენცია. ბოლო წლების მანძილზე ტენდენცია იყო დადებითი საქართველოში 99 წლიდან. მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ როგორც გითხარით, ეს არ არის საკმარისი. მდგომარეობა გაცილებით უფრო რთული იყო, 2010 წელს პროგრესის სახეზე იყო, მაგრამ კვლავ როგორც მოგახსენეთ, 31%-ს აქვს ეს საჭიროება, მაგრამ არ მიუწვდება ხელი და არ იყენებს ოჯახის დაგეგმვის მოსახურებას. ამბიციური მიზანი გამომდინარეობს მდგრადი განვითარების მიზნებიდან. მდგრადი განვითარების მიზნებში გლობალურმა საზოგადოებამ, როგორც გითხარით, აღიარა, რომ უნივერსალური ხელმისაწვდომობა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებაზე, მათ შორის ნებაყოფლობით და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ უზრუნველყოთ მოსახლეობის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა და რიგში ქალების და მომავალი თაობის. ეს ამბიციური მიზანი კი სწორედ ეს არის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ მიაღწიოს ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე არსებული გაუკმაყოფილებელი საჭიროების აღმოფხვრას 2030 წლისათვის, ანუ იმ პერიოდში, რა პერიოდშიც არის ნაგულისხმები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. ამ ამბიციურ მიზანს სჭირდება პირველ რიგში ძალიან ნათელი პოლიტიკური ნება მთავრობების მხრიდან, ქვეყნების მხრიდან და რა თქმა უნდა ინვესტირება. ინვესტირება ამ მომსახურებაში. თუმცა როდესაც ინვესტირებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ესეც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახის დაგეგმვაში და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური ინვესტირება, ხარჯეფექტური ინვესტირება. ანუ ყოველი $1 ინვესტირება, ასე ვთქვათ, ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაში ორსულობასთან დაკავშირებულ ხარჯებს $3.3 დამცირებს. რომ აღარ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მცირდება დედა სიკვდილობა, უმჯობესდება ახალშობილების და ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და იღრდება ოჯახების კეთილდღეობა და ასე ვთქვათ, მეტი პოტენციალია იმისა, რომ ქალებმა და მამაკაცებმა თანაბრად მიიღონ მონაწილეობა ეკონომიურ განვითარებაში. ამიტომ ეს ნამდვილად არის ღირებული ინვესტიცია და ამაზე ძალიან გლობალურად მიდის. ძალიან დიდი ძალისხმევაა მიმართული, რომ მოხდეს ადვოკატირება ასეთი ინვესტირების ინტენსიფიკაციის და ძალიან ბევრი ღონისძიება ეძღვნება გლობალურად ამ საკითხს, თუნდაც შეგვიძლია მოვიხმოთ ის, რომ გლობალური სამიტი მიმდინარეობს ახლა ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე, რომელზეც აი ეს თემები იქნება წამოწეული. რაც შეეხება საქართველოს, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წელს იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თაოსნობით
გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შეიმუშავა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ქვია დედა და ახალშობილთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტრატეგია, რომელსაც თან ახლავს სამწლიანი გაფასებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და იქ ძალიან კაფიოდ არის გამოკვეთილი ის, რომ სახელმწიფო განიხილავს და ასე ვთქვათ გადადგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე მიღწეული იყოს უფრო მაღალი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით იმ მოწყვლადი ჯგუფებისათვის, ვისთვისაც ფინანსურად რთულია ამ სერვისების და ასე ვთქვათ მომსახურების მიღება. ასე რომ ჩვენ ძალიან იმედით ვუყურებთ ამ საკითხის განხორციელებას და ამ მიმართულების განვითარებას ქვეყანაში და იმედი გვაქვს, რომ ამ დოკუმენტით, რომელშიც გაცხადებულია სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, ნამდვილად იქმნება ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რასაც უნდა მოხდეს შემდგომი ნაბიჯების სახით ძალიან კონკრეტული ღონისძიებები. ჩვენი მხრიდან ამასაც გეტყვით, რომ უკვე გაკეთებულია გარკვეული პოლიტიკის დოკუმენტები, მათ შორის განთავსებულია ის ინვესტიცია, რაც არის საჭირო იმისათვის, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის და ახალგაზრდებისათვის უფასო გახდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ოჯახის დაგეგმვის მომსახურების საკითხი და ეს ნამდვილად არ არის დიდი თანხა თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას მოსახლეობისათვის. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ლელო ბაქრაძე საუბრობდა, წარმატებებს გისურვებთ ქალბატონ ლელო, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. ცხადია, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გვერდებოდა ეთერში. როგორ ფიქრობთ, ოჯახის დაგეგმვის დროს განიხილება თუ არა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები? საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე, თქვენ გაქვთ საშუალება დარეკოთ ნომრებზე 292 11 88 292 11 89 და მიიღოთ ინტერაქტივში მონაწილეობა. გადაცემის დასრულებამდე არის რამდენიმე წუთი დარჩენილი და თქვენ შესაბამისად გაქვთ რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ მიაქტიუროთ და გამოთქვათ ღიად საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ თემაზე. როგორც ლელო ბაქრაძე საუბრობდა, მსოფლიოს მასშტაბით 214 მილიონი ქალბატონია, რომელსაც ესაჭიროება ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე საშუალებები, თუმცა მას არ აქვს შესაძლებლობა ხელი მიუწვდომოდეს. როგორც მან მოიხმოვა სტატისტიკა, აღმოსავლეთ ქვეყნებში დაახლოებით 17 მილიონი ასეთი ქალი, ხოლო საქართველოში 2010 წლის მონაცემებით გასათხოვარი ქალბატონების 31 დაოჯახებული ქალბატონების 31% იდგა ამ პრობლემის წინაშე. 2030 წლისთვის მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად არის დაცული ქალთა და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. ოჯახის დაგეგმვის და უკმაყოფილებელი საჭიროების აღმოფხვრა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინვესტიცია. ქალები, რომლებიც ირჩევენ ოჯახის დაგეგმვას, არიან უფრო ჯანმრთელები და დედათა სიკვდილიანობის გაცილებით დაბალი რისკის წინაშე დგანან ოჯახის დაგეგმვის გამოყენებას. მშობიარობებს შორის ინტერვალის დაცვას შედეგად მოაქვთ ბავშვთა უკეთესი ჯანმრთელობა და სიცოცხლის პირველი 5 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის გაცილებით დაბალი რისკი. ქალები, რომელთაც აქვთ არჩევანის საშუალება და შესაბამისად უკეთესი რეპროდუქციული ჯანმრთელობა, აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა მოიწვიონ უკეთესი სამსახური და შეინარჩუნონ ის და ამასთანავე ხელი შეუწყონ თავიანთ ოჯახებს, ქვეყანას და საერთო კეთილდღეობას. მათი ოჯახების ფინანსურად უფრო ძლიერია, ხოლო მათი შვილები უკეთეს განათლებას იღებენ. ეს არის კეთილდღეობის ციკლი, რომელშიც არაერთი თაობა არის და იქნება ჩართული, შედეგად იქნება დემოგრაფიული დივიდენდი და შესაძლებელი ხდება კეთილდღეობის მიღწევა გლობალურ დონეზე. ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დღეს საუბრობდით თემაზე მოსახლეობის მსოფლიო დღე. უსმენთ ერთმანეთს. დავით ერთმანეთს დავამშვიდობებით, მე შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp-ი ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. მეგობრებო, ჩვენ ამ კვირაში ვეხმარებით 11 წლის ძალიან პატარა გოგონას, მარიამ გოგოლაშვილს. მას აქვს ცერებრული დამბლა და სჭირდება გადაუდებლად ოპერაცია, რომელიც საერთო ჯამში 45,500 ლარი ღირს. ჩვენ გვაქვს საშუალება გავუწიოთ მას დახმარება. თუ გექნებათ ბუნებრივი ქველმოქმედების სურვილი, თუ აკრებთ
ნომერს 0917108082. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ტელეფონის ნომერს 0917108082. არის ღირებულება გახლავთ 1 ლარი და ამ კვირაში განხორციელებული ყოველი ზარი და შესაბამისი თანხა გადაირიცხება სწორედ მარიამის ანგარიშზე. თქვენ ასევე გაქვთ საშუალება ეწვიოთ ვებგვერდ www.help.gr. მოდიოთ 11 წლის მარიამ გოგოლაშვილის ისტორია და ნებისმიერი ოდენობის თანხის ტრანზაქციით გაუწიოთ მას ფინანსური დახმარება გამოჯანმრთელებისთვის. მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, კონკრეტულად ცერებრული დამბლა და სჭირდება ოპერაცია. მე კლავდებურად და ჩვენ ვიტოვებთ ბუნებრივად თქვენი თანადგომის იმედს. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. საეთერო სტუდიაში მუშაობდი ნინი ხუგაშვილი. გემშვიდობებით მომავალ საეთერო შეხვედრამდე. ნახვამდის. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს.